ცუდად ვარ. ბიჭო. არა რა. არ მშველის ეს ბორჯომი რა. ლუდი უნდა მეყიდა. ირაკი. ვერღურა. ნახე. ბორჯომი მოგიტანე. მადლობა ვეღურა. ის სად არის? იმას ძინავს, საგურამოდან გვიან დაბრუნდა. ისიც ნასვამი იყო. გვიან დაბრუნდა და ნასვამი იყო, ანუ ღრმად ძინავს? წესით კი. ირაკლი დადგა ჟამი ქვათა შეგროვებისა. რობერტ, ესე იგი რამდენი დამჯდება სულ ეგ? ხო, კარგი. ოღონდ ხო იცი, საძინებელი, აბაზანა, შემოსასვლელი და სამზარეულო. ყველაფერი 2 დღეში უნდა მოვრჩეთ. ხო, კარგი. მისე ლაპარაკებოდი, მარიკა? ირაკლი. გინდა ლუდი მოგიტანო? მარიკუნა, აი მე რომ მოვკვდები ყველაფერს შენ დაგიტოვებ. ესადე, რო არ მეთქვა ლუდს მოგიტანდი თქო ვის უტოვებდი? შენ. აბა რატომ მითხარი? კარგი რა მარიკა, ხო გითხარი, ცუდად ვარ თქო რა. აბა ვის დაუტოვებ ახლა? კარგი რა. შენ მე მგონი მართლა ცუდად ხარ. დამაგვიანდება. დაუტოვე ხა ასეთ სახლი რა. რამდენი დავლია, ირაკლი. აი ახლა ეს შალონა არ იყოს და რაც გინდა ვთხოვეთ რა. ირაკლი, სანდრო, მოდი. როგორ ახლა? მოდი, კარგად. ბოთლებს აგროვებ? აი ასეა სანდრო, ბოთლებს ვაგროვებ და მე პერანგებზე ვცვლი ხოლმე. როგორ ხარ? კარგად. თავი არ გტკივა? არა. აუ მე მისკდება ისე მტკივა და შენ რატო არ გტკივა? აი, რომ მეუფლებოდი ბაქთავში არაფერი არ გაქო, ხედავ? მე არ მტკივა შენ იყავი ეგრე. აუ, არა, ისე გუში ძალიან მაგარი იყო. გახსოვს იმას რომ მღეროდი და წებოდი? ტაში ბიჭო გიორგულა არ გუშავ. მაგარი იყო. მე ვცეკვავდი მაგას? ხო. და ვინ უკრავდა? შენ უკრავდი, შენ მღეროდი, შენ წეკვავდი. ბიჭო. რამდენი დავლია. დათო სად არის? ძინავს. ეგრე გეთქვა. კიდე რაღაცა უნდა მეთხოვა. მე მითხარი არ არის პრობლემა. დღეს მაქვს რუსთავში გასვლითი სპექტაკლი. გასვლითი? ხო და მანქანა მინდოდა მეთხოვა. ეგ ხო იცი, მაინც არ გათხოვებდა. ხო იცი? ხო და შენ თუ ეხლა წახვალ და ლუცა მომიტან, მე გაგატან დათოს მანქანას. მართლა? აჰა. აუ, თან მალე მოვალ, ირაკლი, ესე იგი, ვითამაშებ თუ არა ეგრევე მოვალ, ხო იცი რა ეხლა ავტობუსით წასვლა ცოტა უხერხულია, ამხელა დასის წევრი ვარ, ხო გესმის არა. ნუ ახლა ავტობუსში რო დაგინახონ, ეგ უფრო უხერხულია თუ დათოს მანქანაში ეს საკამათო საკითხია. მაგრამ მანქანას გაგატან. გასაგები მოვძებნოთ, ესე იგი, ციცაკა, ციციბურა, ბრინჯი.
ოღონდ ეს არის სათადარიგო გასაღები, სანდრო. ის ძირითადად არის შორებს შეიძლება ხარ როჟოპილი და იმასთან ერთად ძინავს. კუში ტელედილა ქოქავდა და ვერ დაქოქავდა. მე აღმოჩნდა რომ ბენზინი არ ქონია. მაგრამ იცოდე სანდრო, იმ მანქანის წასაყვანად ეს გასაღები არ არის საკმარისი. მხოლოდ. ხო? ერთი წუთი. აი აქ არის მთელი რიგი ნახაზები დაცვითი მექანიზმების. შენ ახლა ისეთი ბიჭი ხარ, უცებ აუღებ ამას ალღოს. თუ გამართლებს 9 საათში 40 წუთში დაქოფა. კარგი, მადლობა ირაკლი. რა უნდა გთხოვო? სპექტაკლში ერთ ეპიზოდში გჭირდება ოქროს ბეჭედი და იქნება შენი მათხოვა. რა პრობლემაა, სანდრო? აი წყვილексემ. აი მარი გადაცხავს ხოლმე და ეს დარჩა. წაი, ოღონდ ძალიან ხო, დროზე მოდი და ეს ბეჭედი დამიბრუნე, სანდრო, ხო ეს ბეჭედი დათოს მანქანაზე ძვირილი, სანდრო. მოიცა. და საერთოდ იცი რუსთავის სად არის? ირაკლი, ორთაჭალაში შადრევანს რო გადაუხევ, 10 კილომეტრია. მერე წერია რუსთავი, რუსტავი, ღუსთავი. მერე ცხენების ძეგლი დგას და ეგ არის რუსთავი. ოჩახ სანდრო, შენ ხშირად უნდა დალივა, აშკარად კარგად მოქმედებს ალკოჰოლი შენზე. კარგი. კარგად. დროზე მოდი, დროზე და ლუდია მომიტანე ჯერ. არავის უთხრა. რა მოხდა, მარიკა? სახლში რემონტი უნდა გავაკეთო. კარგი, არავის არ ვეტყვი. სალამე. ჩიკა. რა გჭირს? ნამცხვარი და ყავა მოუტანა რა მარიკას. მადლობა. ესე იგი გეგმა მაქვს. ხო. ფრანკიდან სესხი გამომაქვს. ხო. მე ჩემს ხელოსნებს შევკრებ. ეს რობერტა არწომა და ეს. ხო. სახლს შევასებ და 2 საათში რემონტი მზად იქნება. 2 საათში? რა ვიცი მარიკა, მე მგონი 2 საათნახევარი მაინც დაჭირდება. მოვასწრებთო. ოღონდ ირაკლი საერთოდ ჩემი გეგმის შესახებ, ხო? კარგი, არაფერს არ ვიტყვი. თიკა, სესხის გამოტანაზე დამეხმარები? კი, აუცილებლად, ოღონდ შეიძლება თამარი დაგეხმაროს. კიდევ უკეთესი. ნივთების აღწერის დროს ბევრი წვალება არ დაგჭირდებათ. თამარმა ჩემ სახლში ყველაფერი ზეპირად იცის. შესაძლოა. ხო, ეს თუ დამოვიწყდა, მარიკა შეიძლება არ გამოვიდეს, იმიტომ რომ დათომ სესხი რო იყო, ხო, შენი სახლი აღწერეთ. მეცადე რა ეს ნივთების აღწერა აუცილებელია? აუცილებელია, აბარა ხა, ხო შეიძლება ვიღაცამ აიღოს ფული, მე გაიქცეს, ჩვენ კიდე ნივთებით ავანაზღაურებთ. მოიცა რა თიკა. სახლში რემონტი გავაკეთო და იქიდან გავიქცე. გამორიცხდა. იცი რა? ჩემი ოქროულობა რო ჩავდო. შეიძლება. დედა ჩემმა მაჩუკა ძალიან კარგი ყელსაბამი. როცა გავთხოვდი, კლასელებმა ფული შეაგროვეს. და ესეთი ბრილიანტის ბეჭედი მიყიდეს. და თუ არ მეყო, ხო. აი ამ ირაკლის ნაჩუქარ ბეჭედსაც დავამატებ. რომელ ბეჭედს? აი ამას. ჩემი ბეჭედი. აქ ხო არ დამივარდა? სალამე ბატონო. შენთვის ვინმეს ბეჭედი ხომ არ მოუწია? კარგი რა მარიკა, მე მაგის ბედი ვინ მოუწია? მარიკა, დარეკ ექნებს სახში დაგჭა. ხო, ირაკლისთან უნდა დავრეკო. ირაკლი. ალო, ირაკლი. მარიკა ვარ. სამზარეულოში ბეჭედი ნახე ხო არ დამრჩა? რომელი მარიკა და ბეღურა? ხო, მიდი ნახე რა. ხო, გენატრები მჯერა, მეც მენატრები. წადი ბეჭედი ნახე, ხო? ირაკლი, სარკოზი რა შუაშია? ხო, მიდი ნახე, მიდი ირაკლი. აი მე მთრალია ისე მე მგონი. გურჩი რა მთრალი იყო? ძალიან ბევრი ვიცინე თამარს რა ეხუბრებოდნენ რაღაცებს. შენ მერი არ გინახავს სახლში ძლივს გამოვიყვანე. ასე ამობდა ლაშა მე შენი მეჯვარე უნდა ვიყო. წამოდი ახლა ქეთევანი მოვიდოთ. როგორ არ ვიცი, მთელი რამე ჩემთან მოდიოდნენ ეგ და ლაშა, კარებზე მიკაკუნებდნენ. მერე გარბოდნენ ჩუმად ლიფტში იმალებოდნენ და ხმამავა როხროხობდნენ. თამრი იცი როგორ მიხარია ჩემი ლაშიკო ლონდონიდან საჩუქრებს ჩამომიტანს.
რა ვიცი, ჯერ გაგიჟდი და ეხლა რამაგაც ერცეტა. იცი რა თამრი, რო დავფიქრდი, ძალიან კარგია რომ მიდის, იცი? აი ირაკლისზე იყო აყოლილი და გაალოთებდა. ის ვეშაპივით არის და ეს ესეც კაი გასიებულია. არ არის. აბა რა არის? ჩაფსკვნილია. სულ გაგაგიჟა რა ამ ბიჭმა. კარგი რა თამრი, გეხვეწები რა, შენ უმანერვიულებ რა, ისედაც იცი როგორ ნერვიულობ. აი მე იმედი მაქვს ლონდონში ისინი სრიანი ამინდები იქნება, რომ ჩემი მზე ჭაბუკი არავინ დაინახოს. გისმენთ? ხო იუზეფიცია. ხო თამარი ვარ, თამარი. არა რა ქეთევანი, თამარი. მეორე მაღალი. თამარი მეთქი. ხო ქეთევანი ვარ. თამარს დაუძახო? ხო, გისმენ. ჰა. ახალი ნომერი? აბა ჩამაწერინე, ხო? მიდი? ჰა. აჰა. ხო. დევიანოსტოკი არა. ზივინოსტა. კარგი, ხო. იუზას უყიდია ახალი ნომერი, რა, რაში ხარჯავს ეს კაცი ფულს მე არ ვიცი რა. მე გავაღებ. ვინ მიგასწრებს? გამარჯობა. მოდი შელოთო, მოდი ლაშიკო, მოდი. გამარჯობა თამარ. გამარჯობა გენც. რა არის რა გუში როგორ მანერვიულ ესე შეიძლება? აბა რომ შეგირიგდე მითხარი რას ჩამომიტან. კარგი რა ქეთევან რა. ლაში. თამარ ერთი ადეკ დავშვი. რა? ადეკი რა იქით გადადი რა თავი მის. არა უსმინე რა. არა რას მიბედავს უსმინე რა. გადადი რა. გაგისკდებოდა აბა რა იყო რაც ის ღვინო არ ჩაგეტია მუცელში თავში ავიდა. გაჩერდი რა თამარ, გაჩერდი რა. ლაშიკო, ჩემოდნები ჩაალაგე? კი. ხო, აი მე დილი და რაღაცებს გილაგებდი. აი გზაში დაგჭირდება ესენი, ხო? არა, არ მინდა ქეთევან, დედაჩემა ჩაალაგა უკვე ყველა. უფ! დედამ ჩაულაგა ბიჭს. როდის უნდა გამოხვიდე მაგას ვაკიდან ერთი გამაგებინე. კიტრის მწნილი, ჩირი და კისერი ჩაალაგა დედამ. უი, მომეცება ეს კიტრის წრილი იქ მაინც აშენებდა. საერთოდ ლაშიკო რა გეხვეწები რა გემუდარები ლაშიკო ყურადღებით იყავი და არ მანერვიულო რომ ჩახვალ მე ყოველდღე დაგირეკავ და შეგამოწმებ ხო? მომისმინე? მიდი. შენ კი არ დაურეკავ. ზარს გაუშვებ და თვითონ დაგირეკავს. კარგია, მოიცა რა, დამაცადე რა. დამაცადე თამარ კი არა. ეხა შენ იქ რო წახვალე, არაფერი მასქნა, გაიგე? თორე ბანკში ვმუშაობ და ყველაფერს გავიგებ. რა? უი, თამარ, სულ დამავიწყდა, ხო იცი? ეხლა რო ამოვდიოდი. ტალახაძის პირდაპირ. გაუცნია. ახალგაზრდა ცოლქმარი გადმოდიოდა. ტალახაძე იდგა და იცი რას ამბობდა? ძლივს არ მეღირს საწესიერი მეზობლებიო. რა? ო, გადავირია იმ ათხელში და თვალებით ეს ზევით ანიშნებდა. ახალი მეზობლებიო? ხო. გამატარე რამხელახარ. ლაშიკო, ესე იგი, რაც ბანკში დავიწყე მუშაობა, სულ მოვწყდი ყველაფერს. გეხვეწები თამრი, ჩემ გავარკვევ ყველა. თამრი, გეხვეწები თამრი. ლაშიკო, გემუდარები რა ლაშიკო, გეხვეწები ყურადღებით იყავი ხო და იქ ქალებს არ აყვე, თორემ ხო ხედავ რა ლედიდის და დოდი ალფაედის ამბავი როგორ დამთავრდა. რატომ არ გამოვიდე?
არ გითხოვია და მამალი ხო არ ვარ ისე გაგაღუძო. ესე კარგად მამალი ვარ. გუში რა მთვრალი იყავი რა გახსოვს, ჰა? დაცო, რაღაცეები მახსოვს. შენ რა მითხარი, იცი? ღლონტებისგან შენ გამომიყვანე, ხო? ღლონტებისგან არა, ლიფტიდან. გაიჭედა ლიფტი? კი არ გაიჭედა ირაკლი. შენ არ გამოდიოდი და ლაშას ეპატიჟებოდი. აქეთ მოდი კიდევ ერთხელ ვიცოკოთო. ლიფტიო? აჰა, ლიფტი. ვაი, რა ბორჯომი მომიტანე. დიდი მადლობა რა ირა. რა დაგვალევინა ამისთან ამურთაზმარა. ირაკლი. ანანო. გამარჯობა. მოდი. დათო, თუ გავიწყდა? გუში ხო შოპერდი ხვალბებიასთან წატყვავიო. არა, ერთი ეხა. რა ჩურჩოდია. ჩურჩოდია. მოიცანო. სამნუდი ვარ თუ მეტად დათო? ბებიასთან. ბებიასთან. ავტობუსით, ხო? არა, რატო ავტობუსით მანქანით? ვისი მანქანით? დათოს მანქანით. ანანო, რა საოცრება მოხდა იცი დღეს ჩვენ აივანზე? ამ სიცივეში მერცხალმა ბუდე გაიკეთა. ვაიმე, ხო ნახავ რა ირაკლი. მიდი. სანდრო. სათხარ. ხეებთან? რა ხეებთან, სანდრო? როდემოდ დრუზმ. არა იყო ირაკლი მეორე კაბინი ჩავიკეთე. ირაკლი ვერ ვიპოვებუდე. მონტები გაიტანდენა. არა, მონტებს ხო გააქვთ ხოლმე რაღაცები. არ წახვიდე დათო. არ წახვიდეთ ხო? სულ აქ იყავი და აქ იცხოვრე ამ სახლში. სმახარ რა ირა რა. მაგრამ რა არის იცი ხა ანუ უნდა გავყვე ბებია მისთან და მე რომ მოვალ აღარ წავალ და სულ აქ. რა კეთილი ხარ ირაკლი. მოიცათ. დაჯექიანანო. მოდი. გზა უნდა დაგილოცოთ, ისე ვერ გაგიშვათ. ერთ საფეხბურთო უნდა შევსვა. რიად მნიშვნელოვანი. ყოჩაკალე. კარგი რა ანუ მაგისტრო ავაგვიანებ. მე დამ მოიცადათო. დაჯექიანანო. პირდაპირ რა საოცარია დათო გაგიშლები რა. მოდი. ესე იგი, ალბათ პოსტ-ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ბრალია რა. დღეს დილას ავდექი. ხო და გადაკითხვა მინდოდა ამის. ხო და უცებ შემომჩნია რომ თვალს დამაგლდა. ხო და სათვალე სამსახურში დამჩა. აჰა. და მიდი აბა ერთი წამიკითხე რა. ოღონდ ნელა და გამოთქმით. მიდი წამიკითხე ხო. ნელა. გამოთქმით. ტომ პასუხი არ არის. ტომ კარგი რა ირაკლი რა კანი და შეზდე ხატვარო. დაჯექიანანო. შენ რა მარკტვენი არ გიყვარს? კი. აი, როდესაც მე ამას ვკითხულობ, ხვდები თუ რაოდენ დაშორებულია და გათელილია ჩვენი თაობის ფასეულობები. კი, გეთახმები. კიდე ოთახები გავცვალოთ. დაჯექიანანო. რა?
აი ოთახები გავცვალოთ. შენ ნელ-ნელა დაიწყე შენი ნივთების გამოტანა შენი ოთახიდან, მე ჩემი ოთახიდან ნელ-ნელა გამოვიტან ჩემი ნივთებს და აი აქ გავცვალოთ და ოთახების გაცვლად გამოგვივა. ეხლა დათო გვეჩქარება. ირაკი ეხლა რომ მივდივარ საღამოს რო გადმოვიდე ირაკი საღამოს ვერ გადმოხვალ. რატო მარიკა არ გადმოგიშვებს. არ გადმომიშვებს შენ ოთახში არ გადმოგიშვებს, მე სახლში არ შემომიშვებს. მაშინ ის არა მაშინ პირველი შენ დაიწყე გამოტანა შენი ნივთების კი ბატონო, მიდი ინებეთ მარკვენი. მაგობთ აუ, ისე ატყობ. ნელ-ნელა ირაკლი უფრო და უფრო კეთილი და რაღაცა საყვარელი რო ხდება, მაგრამ გვეჩქარება. აი ეს ერთი ბერანგი. მაგობთ მიდი, შეიტანე. დიახ, შეიტანე, მიდი. ანანო, მომიყევი რა, შეიძლება დათოს ამბები, ხო ის როგორ მაინტერესებს რა არის ახლა. აი, მე იცი რა მაგარია ირაკლი. აუ, ირაკლი. ეს მეორე ბერანგი. ირაკლი, იცი რა ბედნიერები ვარ, ირაკლი. დღეს ბებიასთან მივდივარ, იცი? ეს მესამე ბერანგი. ირაკლი, აი თითქოს ხო არაფერი არა, მაგრამ აი გვერდზე რო დათო მყავს, აი ყველა პრობლემა მოვიწყდება, იცი? მიგოძეთ თქვენ გააგრძელეთ ხო, იცი რა მაგარია, ირაკლი, ძალიან მაგარია. მაგარია ხო. კარგად. გინდა 200 ლარი გაჩუქო. დავჭდები. მინდა დავძანდით. აუნ დავითვალოთ. ფულს დასვლა უყარსო თქულა. ხო. ეს 1 ლარი. ეს 2 ლარი. ეს 3 ლარი. რამდენია? 3 ხო ხედავ ამერია, მომეცი? ეს 1 ლარი. ეს 2 ლარი. მოდი, აი რიგი ეთყობა აქედან არის, რა ვიცი. მოდი, ლაშიკო. უკაცრავად ბოლო ვინაა? ხო, გეთყობა. ამ ორსართულიან შენობაში ეს ლიფტი რა იყო, ვითომ რამე ტიჩრობა? რა ვიცი. ლაშიკო, პასპორტი ხომ წამოიღე, ხომ არ დაგჭა? არა, კეთება, აი აქ მაქვს, აი. აი. აბა, მაჩვენე. შეხედე. რას? ლაშიკო, ეს სასურათი ჩაგიკრავს. აი ეს კუბოკული სტიკი რომ გეცვა, ის ვერ ჩააკარი? მაგას რო ჩამოვალ მე ჩავალ. აჰა, კარგი. ვაიმე, ამან ამხადა, twini, გავიგე. კეთევან. შეხედე ეს გორგოლებიანი ჩემოდანი რა კარგი ყოფილა. გოგო, ჩხეიძეებთან რო შევდივართ, რაღაცები რომ გამოგვაქვს და წელს ვიწყვიტავთ. არ ჯობია ასეთი? კი. შენ გასაგონად ვამბობ, ვაჟბატონო, რა ჩამოგიტანაო რომ ეკითხებოდი? ხო, თამა, რო ჩამოვალ, ჯერ იმ კუბოკრულ სვიტრიანს სურათ ჩავაკრავ და მე ვიყიდი ესე ჩემოდან. ვაიმე, ეხლა ეს საძისის გამაგებინა რა კარგი. აი ჩემი წასვლის დროს მოდის და დაგემშვიდობებ. მოდი, გაკოცო, მსუქანი ხარ თუ დონდლო ხარ, ჩემი ხარ. მოდი. მოდი, ჩემო კეთევან, მოდი. რას მიყურებ, გადაუღე. რა გიყავი ხო? ხო, კარგი. აბა, წავედი და არ ინერვინოთ, მე მალე ჩამოვა. ლაშიკო, აბა. მიდი, ლაშიკო, კოცი. უფ, კეთევან, ყოჩახ შენ გაძლება სამსიშორეზე რო უშვებ რა. რკინა ყოფილ ვარ, რკინა. მე თამარ, კეთევან. ბატონო. აი, რა გინდა? ჩემი ლაშიკო გავაცილეთ. ლონდონში მიფრინავს. ლონდონში? მეც ლონდონის რეიზზე მივდივარ. კარგი, გავიქეცი ახლა, თორემ აგვიანდება. ძალიან გამიხარდა თქვენი. ძალიან.
ვაიმე რა კარგია ჩემი ლაშიკო ფრენის დროს თავს მარტო არ იგრძნობს. ეკაც იქ იქნება. ეკა მიხედავს ლაშას. აბა რა, ხო. ვაიმე თამარ დავიღუპე. გაიჟერეთ ფინალი. ეხლა მე გაიჟერეთ ფინალი გასმიხრებ გამაგებინა დაუსებული. ეთქონი გალი არ გინახავს და გაიჟერიან მე შემიშვიშიგნით. მივიშვი მე ამას ვერ ხედავს ბატონო. არა, ხო ამბობდი რა. აი ეს მაცივარი აქ უნდა დამედგა რა. გათავდებოდა ლუდი, გავაღებდი აქვე, გამოვიღებდი, არ დამჭირდებოდა აქეთ-იქით სირბილი, მიდი, მოდი, აი რა. გამარჯობა. ნახე აბა. არ არის? არა მგონი. აქ ნახავ. არ არის. ვის ეძებს მეღურა? ხო არ ეჭვიანობ, უგეშინია მარტო ვარ სახში აქ არავინ არის. რას ვეჭვიანო, ირაკლი, ბეჭედი დავკარგე. ბეჭედი? ხო. მარიკა. რა ვიფიქრე, იცი? აი აქ ეს უგაცროდ გეცოლე. აი ასე ხო არ გადაგვეტიხრა. რასთვის არ ხარია, ირაკლი, ბეჭედს ვეძებ. მარიკა, დედა შენი როგორ არის? რამდენი ხანია ჩვენთან არ მოსულ? თიკა, შენ იცნობ შალოვნას? არა. როგორ შენ შალოვნას არ იცნობ? არ ვიცნობ. მარიკა, ამდენი ხანია შალოვნას აუცილებლად უნდა გაიცნო. მე გაგაცნობ თიკა შალოვნას, ესე იგი, ქალი ბაჯაღლო. ბაჯაღლო. მარიკა, კარგი ესე ნუ ნერვიულობ. გამოჩნდება რა საქმე დადებდი. არ არის მაინც. არა. მარიკა. მაცივარში ნახე, აბა თუ არის. აქ ბუდია მხოლოდ. ერთი ბოთლი წამომიღე რა. მოიცა, კარადაშიც ნახე, აბა ხო შეიძლება იქ იყოს ბეჭედი. აქ ჭიქები. ორი ჭიქა წამომიღე. თიკა, მოდი. მოდი. დაჯექი. ის რა, მომეხმარეთ მოძებნოში რა. და მარიკა, იქნებ დათა მაიღო? არა. შვენიერი აზრია. არაკი. დათოს აღებულია დაამდვილად. მარიკა, მიდი მაგის ოთახიდან დაიწყე ნივთების გამოყრა. მიდი და დღესვე გავაგდოთ სახლიდან. მიდი. აი ეს უნდა კიდე. ირაკლი, ისე მართლა დათომ ხო არ აიღო? კარგი, მარიკა, ვიხუმრე რა მოგივიდა, რატო აიღებდა დათო? ან დააგირავა, ან შეინახა, ან რაღაც. აი მარიკა, მე რაღაც უფრო მგონია. უი, თაგმა ხო მოიპარა? თაგმა? ხო. აი მე გაგონილი მაქვს მაგალითად რომ თაგვი ასე შემოძრება ხოლმე სახში, დაძრება და რაღაცებს იპარავს. ეგ მეც გამიგია, მართლა გამიგია. რაღაცა ბრჭყვიალა ნივთები უყვარსო. თან ალბათ გლონტების თაგვია მარიკა. მაგათ ხო იცი გაწუხნილი ეყოლებათ. თან მალე ქეთევანის ქორწილი ახლოვდება. თიკა, ამ ბოლო დღეებში ქეთევანზე ოქროს კბილი ხო არ შეგინიშნავს? კარგი, ირაკლი, სულ როგორ უნდა მაიმუნობდე? ვიფიქრე, მაგ ბეჭედს დავაგირავებ მეთქი და იმ ფულით. კარგი, ნუ ნერვიულობ, ბეღურა, აი, ჩემი ბეჭედი დავაგირავოთ, რა პრობლემაა? არ გვეყოფა. ეგ ბეჭედი დედაჩემმა გააკეთებინა და დაბალი ხარისხისაა. იქნებ როცა გეძინა მაშინ მოგძრა და საწოლში ჩაგივარდა. სტორია, შეიძლება საწოლში ჩავარდა. მიდი ნახეთ, მიდი თიკა მიეხმარე რა. მიდი, რა იცი, სად შეგორდა, რა იცი, რა ხდება. მიდი. სანდრო, სათხარ. ცხეთაში რა გინდა? სანაპიროზე ვერ მოაბრუნე კი არა, დროზე მოდიო. მოდი დროზე. კარგი. ნახა. აუ ვერ ნახა, ვერა. აკრა სადაიკარგებოდა. ხო გამოჩნდება ირაკლი. კი, თუ კიდე სადმე არ გადაუხვია 40 წუთში გამოჩნდება. რა, გადაუხვია როგორ?
ეს ანდაზაა. ასეთი ძველი ბძნული ბირმული ანდაზაა. აი ჩვენ ხო გვაქვს რომ გადაბრუნდება გამოჩნდებაო და იმათ აქვთ თუ სადმე არ გადაუხვია 40 წუთში გამოჩნდება. იცი რა ვიფიქრეთ იკა? შეიძლება დათოს მანქანაში რომ ვიჯექი, გუშინ იქ დამივარდა. დაურეკავ და ვეტყვი მოძებნოს. აჰა. მაგან ჯერ მანქანა ნახოს. და მე ჩვენ ნახოთ იმ მანქანაში ბეჭედი. რა? არაფერი ანდაზაა ეს. ხალატი ანანო რა იყო და რა მოხდა? რა იყო ჩემი მანქანა მოიპარეს რა ვქნე ხამე ჰა აი და ხო ვინ მოიპარა და მოიცა სადმე აქ იქნება? აი რა ანანო რა ეხა ჩემ მაის მომიშნებებს მოიცა თათო იქნებ ზმანება მოდი თვალები დავხუჭოთ მოდი 1 2 3 მოდი კიდე ერთხელ დავხუჭოთ ხო დახუჭე რა გავაკეთე რა მაინდა ჩემი მანქანა მოიპარეს აგერიდგა ნიჟარაძეების ფანტასტიკური მანქანა მერსედესი ახალ ის მაინც მოიპარა ჩემ სასწროელცენ არა ხომ მომბობდი რა ეს ქურდები მაგრები არიან 5 წუთში დაგოკავენ და წავლენ მეთქი დაგებარს და უკოქიას და ისე გაათრიეს და როგორ გაათრიეს მე მინახავს დათო ტელევიზორში კბილებით როგორ მიათრევენ დიდ მანქანებს არა და ეხლა კაც გამოცვალეს ერთი ვიფიქრე მთელი წელი ეყოფა მეთქი ეხლა რა გაგეყოფა შეცაცოტა საწყალი მანქანა ფისხილში როგორ დაბაჯბაჯებდო აი მე ეს რა ახალი წელი მოდის ანანოა კაი თუ გაჩერდი ადგილას რა უი თათო მოდი პატრულში დავრეკოთ არ მინდა ჩემი ტელეფონი დავრეკავ იქ მაინც ზარი უფასოა ალო დიახ გამარჯობათ დათო ალექსიძე გავწუხებთ პედაგოგი დიახ მანქანა მომპარეს ვარდისფერი დიახ დაიჰაცუ უყარე დათო წინ დიდი ფუფულა სათამაშო ყიდია ხო ეხლა რა ხდება ისეთ მარჯვენა ფარი ჩატეხილი აქვს ესა მარჯვენა კარებით რთულად იგება მეც მაგას არ ვაგობ რა თუნდოდა ეს მანქანა ხო მოიცა დათო ფუფულა სათამაშო არ დაგავიწყდა აი ხომ ის კიდე ნომერი GTS 128 უკაცრავად GTS 128 ღლონტი ღლონტი თამარი სტაჟიორია 128 გასაგებია კარგით აჰა ხელს არაფერს არ ვახლებთ დიახ აჰა კარგი ხელი არაფერს შეახოთო ვაიმე დათო რა შემოვდიოდით კარებს რა შევეხეთ მაგას შეეხე აი მოჭირს რა უჭირს რა შევიდეთ მაცალე ვაიმე რა საყვარელი ნახატია დათო გამოდი დათო ცერცი მომე თვალებს და პირს დაუხატო და გაგვიღიმებს კარგი რა კარგი რა აი ხედავ ანანო მაინდა-მაინც იმ დროს მომპარეს მანქანა როცა ბენზინი გაიაფთა დათო ეგ კი არ მოიპარეს ეგ ვიცი რა დაგვემართა აი მაშინ რა მიმინაში რა მანქანა სხვა ეზოში რა დააყენებენ და მე სხვაგან რომ მიაკითხავენ ჰა ეგ რა მაგარი ის არის კინოკაზო იმას როგორ ამბობს ლარისუი ვამბობ აუ მე კიდე რა მომწონს ის კაცი თელავივიდან რა ტირის ჟურნალსუნო თელავივ აი მე რა მაგარია სანდრო სათხარ კარგი რა სანდრო რა დროს ნაყინია რა მოდი დროზე რომ მოვახლოვდები დამირეკე დაიღუპე ხო მეც იქ ვიყავი დაგირეკავ მერე გოგი კარგი ხო გეუბნებოდი მოიპარავენ მე მოიპარეს
ჩემი მანქანა. კარგი დათო, კარგი რა. შეიძლება არავისაც არ მოუპარავს, ვიღაცას დაჭირდა, წაიყვანა და მოიყვანს უკან. რა მოგივიდე? არა. მოიპარეს. არ მოუპარავთ. შენ რა იცი რომ არ მოუპარავთ? რა მკითხიანანო? მე არა დათო მკითხო. მე კითხე, მე შენ რა იცი მეთქი რომ არ მოუპარავთ? რა ხნის იყო შენი მანქანა? დიდი ასაკი ხონდა, ხო? ეგრე შუში. რა შუაშია და შეიძლება იგრძნო სიკვდილის მოახლოება და წავიდე. ხო, რა იყო რა? ძაღლზე არ გაგიგიათ? რო გრძნობს მოახლოება სიკვდილისო, მიდის სახლიდანო. როგორც ჭკვიანი ძაღლებიო. ესე იგი შენი მანქანა ჭკვიანი იყო დათო. კარგი რა ირაკლი და კარგი რა სუმაიმუნების ხასიათზე როგორ ახლა რა? თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს ძაღლი თავისით მოსულა უკან. ან პატრულს მოუყვანია. პატრულში დავრეკეთ და ვიპოვით ოგვიქრე. ეხლა სანდრო რო პატრულმა გააჩეროს ნახდად დავიღუპები რა. აქაც თუ არ არის არ ვიცი რა. კარგი მარიკა, რა ნერვიულობ ვიპოვით რა ჭირს. ისე შეგიმჩნევიათ ადრე რამე დაკარგვიათ? კი. კითიკა. აი იმ ოთახიდან რაღაცები იკარგება ხოლმე და მე ამ ოთახში ჩდება ბუგი. აი მე მარიკა, რა ლამაზი სამაჯურია. უი, ირაკლი, 4 წლის წინ რო მეჭვიანობდი შენს ანესთეზიოლოგზე ვიპოვე. ისინი რასაკეთებენ აივანზე? ესენი დათო და ანანო? ხო. მე უთხარი. ხო. მე უთხარი მარიკამ ბეჭედი დაკარგა თქო, ძალიან ინერვიულეს და გავალთ აბა აივანზე მოვძებნითო. ირაკლი, აივანზე ხო მოუძებნი, არა წავალვე. აი შენ შეწუხდები. გააგზელეთ ძებ და მე ვეთქვი. კარგი. მარიკა, ეს რა არის? აბა, რა? ჩემო ვეღურა. აი მალე დავამთავრებ ინსტიტუტს. მე შენ მოფრინდები ჩემს ბუდაში და ვიცხოვრებთ ერთად. მარტო მე და შენ არავინ აღარ შეგვაწუხებს. ესე იგი მარიკა ხო. ამან რო გაიგო დაკარგვის ამბავი გაგიშდა რა ბიჭი. გაგიშდა. მარიკა. რა თქმა გამარჯობა. როგორ ხარ ანანო? რა ვიცი აბა როგორ ვიქნები. ძნელია ხო იცი რაღაცას რო კარგა. ხო აბა რა თან ოქრო. ოქრო. ახო, ოქრო კი არა, ოქროზე ძვირფასი იყო, ხო იცი მაგისთვის. მარიკა, გავგიჟდი გარაში რომ არ დამხვდარა. გარაშიც ნახე? ვაა. ეგ კი აღარ გამახსენდა. კარგი, ნუ ღელა დათო გამოჩნდება აბა საწავა, აი ვეძებთ. ვეძებთ. აშვებით? ვეძებთ. ეძებთ. ხო. მე მან რა უნდა? რატო დათო პატარაა, შეიძლება აი დივანის ქვეშაც შეგორდა. პატარაა და შეგორდა. ეხლა აი შემეტრა ეს და პატარა კარგით რა. აი მე ირაკლი. კარი ჩაკეტა და თავს რამე არ დაუშავა. მიდი დაჯექი ანანო ძალიან თქო. მიდი. დაჯექი რა. მარიკა, დედა შენსაც არ დაურეკია, ხო? აი ყობა იქაც არ არის. დედა შენთან რა უნდა და მარიკა? იმ დღეს ხომ იქვიყავი. დათომ არ წამიყვანა მანქანი? ხო დავიფიქრე იქ დარჩა მეთქი. და იცი რა მითხრა? აი ეგ შინაურის გაკეთებული იქნება. უცხო მან და არავინ არ შემოდისო. ხო უცხოს რა უნდა ამ სახლში? საიდან უცხო ამ სახლში? კაი რა მარიკა. ნუ რა ვინ შინაური ღონტები? ისინი აეროპორტში არიან. აეროპორტში? ფორმე მარიკა ხوار გაყიდეს და საზღვარგარეთ ხوار მიდიან. ანანო. ო ანანო სუდანში გარბიან, სუდანში.
რა ვიცი, შენ აურია და აბა ვინ კიდე თიკა? აი მე ანანო. არაფერი. ალა დათოს ვკითხა. ვინ ხო არ იყო შემოსული ხო? მე მკითხე უკვე. მე? არ ვიციო. მე მაინც ვკითხავ, ირაკლი, თიკა. ეგ ისე ვიგ ოთახში შეიტანე, ხო? ერთი შენ შეიტანე, ერთი შენ შეიტანე, ხო? არაფერია, მე არა, მაინც ფაქიზია, დახმარება უნდა. მიდი, შეიტანეთ. მიდი. სანდრო, სათხარ. მოხვე, ხო. არა, ბეჭედი კი არ უნდა ჩაკეტო, ბეჭედი უნდა ამოიტანო და მანქანა უნდა ჩაკეტო, სანდრო. ხო, სადა ქუჩის მხრიდან აივანზე არიან. მოიცადე ერთ წუთს. არ გადმოხვიდე მანქანიდან. არ გადმოხვიდე. გადმოდი. შემოდი საბარბაზოში. ისე გრამაგრამოს არა ვეთმ გასინში ია დირექტორ რა ის ცუდია? ზარბაზან? არა და სულ ხელზე მეკეთა, მაინც დღეს დავტოვე. რა თქვა? ვინ? მარიკა რა თქვა? ხელზე მეკეთაო? ხელზე ზარიაო, ზარი ხელით რეკავს ზარს ვიღაცაო. სანდრო, შენ თვითონ არაფერი იცი. მე რა არ ვიცი რა უნდა ვიცი რა? არაფერი იცი ხო? მომიცი. თიკა? ირაკლი. ირაკლი ბევრი არის, ა? რა მაგარი იყო ისა როგორო? ვეთამ გასწინიცე დირექტორო, ტი დირექტორო, ვეთამ გასწინიცე, ხო? მაგარი იყო. ირაკლი მადლობთ ირაკლი რომ მაპოვნინე. რას ვიფიქრებდი წნევის აპარატის ყუთში თუ იდებოდა? გავგიდები რა ირაკლი იქ თუ იყო როგორ ვერ დამინახე ირაკლი შენ გაგიჟება მე ნახე რუსავიდან ჯარიმა რომ ჩამოდივა. ვაიმე დავიღუპეთ. ვაიმე. მორჩა. ლაშა დავკარგე. სანდრო, აუ, ეს ლაშა რაღაც გინდოდა. სრუგანგაში ყოფილა. სად?